Nocavt ყველას გაძლიერდით, გაიხარეთ. სულიერი წინსვლა მინდა გისურვოთ. ენერგიაზე ყოფნა, ჯანმრთელობა. Რა თქმა უნდა, მინდა გისურვოთ ის, რომ ყველანაირად ხნედ იყოთ და ჯანმრთელად. ყველა მანდილოსანი იქნებოდა, კაცი იქნებოდა, ბალი იქნებოდა, ბავშვი თუ დიდი არ აქვს მნიშვნელობა. ასაკი არ ცენზიის ასაკობრივი არ აქვს უკეთესად გახდომას და სულიერ გამოჯანმრთელებას. ყველანაირი, ყველა ადამიანისათვის არის ქრისტიანებისთვის დაწერილი ეს. არა მარტო მოხუცისთვის თუ დიდისთვის თუ პატარისთვის თუ ხანშეთულისთვის თუ ასე შემდეგ, ის შემდეგ სასულიერო პირისთვის თუ ერისკაცი ყველასთვის არის ეს ცნებები. ამიტომ ყველას გვევალება. ყველა მეცადოთ უნდა ეხა იდეალურს ჩვენ თუ ვერ ვაკეთებთ იდეალურს და უსაშუალოს არავინ არ გთხოვს. ვეცადოთ და ის მერე უფლის მადლი შეგეწევა და გაგაკეთებინებს სასწავლებს ვაგახსოვლებდებს. აი ესეთი როცა შენთან უფალი არის და აი ესეთი შემართებით უნდა ვიყოთ. აი როცა უფალმა მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა, ვისაც სურს პირველი იყოსო, ყველაზე უკანასკნელი იქნებაო და ყველას მსახური. და მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის დააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვართ სათასასუფეველში. ამრიგად ვინც დააინდაბლებს თავს, როგორც ბავშვი, ეს ბავშვი კონკრეტულად არჩევა. ეს არის და უდიდეს მართლიერს, ის არის უდიდესი სათასასუფეველში და ვინც შეიწყერებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყერებს, ანუ თავის დამდაბლება გვასწავლა უფალმა. და ვისაც პირველობა უნდა ის გახდება უკანასკნელი და ვისაც არ გამოეჩხირება ყველა წინ და უბრალო იქნება და თავმდაბალი იქნება, ის გახდება თუ საჭიროა პირველი თუ მეორე თუ როგორც არის, არ ვიცი. აი უფალი თავის ადგილს მიუჩენს. ამიტომ საგულისხმო არის ეს პრიად, ეს იგავი არ არის. ეს არის კოსმიური კანონი. ჩვეულებრივი ეხლა ყოველთვის იმუშავებს ეს მარადიული კანონის ქრისტეს მიერი ფორმულირება. ამას ჩაღრმავება უნდა და როგორ მოქმედებს ეს ინდივიდუუმის ცხოვრებაში, თითოეული ადამიანური ჰიპოსტასის ცხოვრებაში უნდა გაიაზროს ეს შეცდომები, თავისი პირველობისა და თავისი თვითგანდიდების შეცდომები და მეგალომანია უნდა მოინანიოს და თავის თავზე არაპროპორციული წარმოდგენები და ასე შემდეგ, რას უშვება მე ესეთი რამეები ადამიანს კარგად უნდა გაიაზროს. და მეორე ოჯახურ დონეზე თუ რას უშვება ოჯახს. რას უშვება ოჯახს ეს, როცა ერთი მეორეს არ ეცილებიან ამ ფარდავნებაში, ეცილებიან და ასე ვთქვათ პირველობას ლაუს ყველა. რა თქმა უნდა ეს ეროვნულ დონეზეც უნდა იქნეს გააზრებული. დაინგრა საბჭოთა კავშირი ოფიციალურად, ფორმალურად, დე-ფაქტო დაინგრა 34 წელი, ხო დაახლოებით. 91 წელს რეკენბერსად გამოცხადდა ეს გაუქმდა. რა თქმა უნდა ეს გრძელდება, ერთი დღის პროცესი არ არის, არც არის ერთი დღის პროცესი, რომ ყველაფერი დაინგრა და ყველაფერი გავიდა და ეხლა რა კარგები ვართ უკვე. ამას დრო უნდა და გასვლა, სანამ ეს გავა, ისეთი რაღაცეები გვაქვს დაშავებული ეთქობა ღვთისწინაშე და ზეცისწინაშე, რომ ამას დრო უნდა, ძალიან დიდი დრო უნდა იმდენ სისასტიკეს და გაუწყოებას და ღვთისადმი ზურგის შექცევას. იმხელა კრეხელური ცოდვები გვაქვს ჩადენილი. აი ამ თაობებს. ამოვარდნილი ისტორიული დროიდან და ესეთი ანთროპული და ისეთი გენეტიკური ცვლილებები მოხდა, რომლებსაც აპირებდნენ ჯერ კიდევ ადრე მამები ჭყალებში კომუნისტების, რომლებიც აპირებდნენ ადამიანის ახალი გამოცემის კლონის შექმნას, ესე ვთქვათ. რომ აი ამის მუშაობა მიდის და ამიტომ ეხლა ეს დიდი თემებია, მაგრამ ამიტომ ეს ყველაფერი ერთბაშად დასრულდება. ამიტომ უნდა თვითგანდიდება, კეთილთაყვანისმცემლობა, პიროვნების ადამიანის გაღმერთება, პიროვნების კულტი, ხო გავიარეთ ეს პიროვნების კულტი. პროპორციულია, რაც უფრო ადამიანი დაბალი განვითარებისაა, მით უფრო მეტად არის მასში პიროვნების კულტი გაღვიძებული. თვითგანდიდებისადმი მიდრეკილება ეს ლაკმუსის ქაღალდია. პირდაპირ მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად განვითარებელია ადამიანი. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ მასში თვითგანდიდების ტოლვა პირდაპირ აჩვენებს მისი განვითარებულობას. და იმდენად რამდენად ადამიანი თავმდაბალია, ეს პირდაპირ ნიშანია იმისა, თუ რამდენად განვითარებულია და რამდენად დიდი პოტენციალია განვითარების. ამიტომ ამბობს უფალი ამ კანონს, მსოფლიო კანონს, რომ ბავშვიც კი აჩვენა, ნატურალური მაგალითი მოუყვანა.
ამიტომ პირდაპირ პროპორციულია განვითარებისა სულიერი დამდაბლება. დაიმცირეო არ ვქვია თავი, დაიმდაბლეო. აქ დიდი სიბრძნე არის ძალიან. უფალს არ ჭირდება დამცირებული ხატება და გათელილი მსგავსება. თავმოყვარეობა და შენი მე პიროვნების მე კონსტრუქცია, პიროვნების მეს შემადგენლობის დაშლა. მე მარტო მე ეს არ არის თვით მე ეს არ ნიშნავს მარტო თვით შეგრძნება საკუთარი თავის არსებობისა და კიდევ რის ფონზე საკითხავია. საკუთარი თავის შეგრძნება ნეგატივის ფონზე ეს არ არის ჭეშმარიტ თავის თვით შემეცნება. თვით შემეცნება ადამიანისა ქრისტეში ეს სულ სხვა და თვით შემეცნება ადამიანისა ეგოიზმის ფორმატში ის სულ სხვა არის და თავისი მეს არაპროპორციულ ზომებამდე გაბერვა, რომელიც შემდეგ კრიტიკული საზღვრების მიღწევის შემდეგ სკდება, როგორც რაიმე ბუშტი, საფნის იქნება თუ რეზინის თუ ასე შემდეგ, ისიც. ამიტომ თვით შემეცნება ქრისტეში ზუსტად თავის დამდაბლება, თავის დამდაბლების რაკურსიდან შეიმეცნებს შენ ქრისტეში შენს თავს და თუ კი შენ თვით პიროვნების საკუთარი კულტის სრულ ნეტარებაში ხარ. მაშინ ამას ვერასდროს ვერ შეიმეცნებ, იმიტომ რომ შენ შენი თავივე გიშლის ხელს, ის დრაკონი გიშლის ხელს, რომელიც შენვე ხარ თვითონ. და სანამ არ გაინახავ მის რეალურ სახეს, მანამდე ვერ მოიცვენებ. არ მოგეშვება, ყოველთვის ჩაგეჭხირება და ყოველთვის ზიანს მოგაყენებს. ეს დიდი თემებია კიდევ. ამიტომ აჩვენებს და ეუბნება, რომ ვისაც სურს პირველი იყოს, ქრისტეს მიერ პირველობაზე აქვს ლაპარაკი და არა სხვა პირველობაზე, წარმართულ და ჰედონისტურ და ესე ვთქვათ, კეთთაყოლისმცემლობისა და ფეტიშურ და ტოტემურ პირველობაზე. ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ქრისტეს მიერ პირველობაზე. ის უკანასკნელი და იყოს ყველაზე უკანასკნელი და მსახური იყოს თქვენი. საგულისხმოა დღეს მით უმეტეს. ამიტომ გავითვალისწინოთ. იქვე შემდეგ წმინდა იოანემ უთხრა იესოს, მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკს და ჩვენ კი არ მოგდევს და უგზავნეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვყვება. ხოლო იესომ თქვა, ნუ აუგზავნავთ, რადგან ვერავინ ჩემი სახელით რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრევე იოლად ვერ იტყვის ჩემზე ძვის, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არა, ის ჩვენს მხარესაა. შემდეგ იესო ქრისტემ გააგრძელა დარიგება, ვინც აცდუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, ჯობს სისხლის დოლები დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დაინთქას. თუ შენი ხელი ან და შენი ფეხი გასტუმებს, მოიკვეთე და გადააგდე. იჯობს უხელოდ და უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. თუ შენი თვალი გასტუმებს, ამოითხარე და გადააგდე. იჯობს სოდვილი შეხვიდე, ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენიაში. ხედავთ რა მკაცრი კანონებია. ესეც ამასაც არის სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, პირდაპირი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს ის სიტყვას. მინიმუმ 3 ყველაზე აგერ აქვე. ეს დიდი ეგზეგეტიკა მოგვიწევს, ამიტომ აღარ შევხმოვდები. აქ იგულისხმება სტუნებული ხელფეხის ან თვალის მოკვეთა არა ხელით, არამედ ნებისყოფით პირველ რიგში. ხოლო მაცდუნებელნი შესაძლოა იყვნენ ადამიანთა ახლობლები და ნათესავებიც კი და მეგობრებიც კი, რომლებიც წინ ეღობებიან მისი სულის ხსნას. ხილათ იყავით, ამიტომ ხილათო. ეგძანეთ, ნუ შეურაცხყოფთ, ნუ რცევთ ამ მცირეთაგანს, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ თქვენი ზეციური მამის სახეს. ჩვენ გონია ზოგჯერ რომ მარტო ვართ და ვერავინ ვერ ვხედავს, თორსა სოდვას ვიდეთ. თუ ცოდავ, ჯობია აღიარო, იმიტომ რომ მაინც შანხარ, ზეცა გიყურებს და ჩანს ყველაფერი, როგორც ენა გამჭროლე წყალში რო ჩანს ნაკადულში, პატარა თევზები, ან კენჭები, ან ასე შემდეგ. ისე ჩანს ადამიანი, ზევიდან ძალიან კარგად ჩანს. აქედან ვერ ვხედავ ჩვენ ხოლმე ერთმანეთს, რომ ის ზეციური რეალობა ისე მშვენივრად ჭურებს და ყველაფერი ჩანს ზევიდან. ძალიან კარგად ჩანს და ამიტომ
ანგელოზები არ გვაცილებენ თვალს. პირველ რიგში ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც თან გვახლავს, ება ჩვენ ვერ ხედავთ. ძალიან ბევრი ამის ვერ ხედავთ, ადრეს მithქვია, რომ ჩვენ რასაც ხედავთ, მარტო ის რო იყოს სამყარო, საკმაოდ კნინი და ღატაკი იქნებოდა სამყარო და მიიქნება ესე. ყოველგვარი ესეც ათქმის, ხმის ყველა უსასრულობას და ხმის ასე შემდეგ, მრავალფეროვანს. ამიტომ სამყარო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ საერთოდ წარმოგვიდგენია. და ზეციური ძალები ისე ვხედავენ და ჩვენი ანგელოზი ფარველი ისე ვხედავს, რომ ჩვენ ვერ ხედავთ მას, სახელიც აქვს მას. სახელიც არ ვიცით მის, მაგრამ სახელი აქვს ის. ზოგმა იცის მის სახელი, მაგრამ იშვიათად ძალიან. ყოველ სახელი აქვს. და არის ახლა წმინდანი და ის სხვა კიდე ფარველი, მაგრამ ეს ფარველი ანგელოზი, რომელიც მოგენიჭა ათობის დროს. იმას ვერ ხედავ, მაგრამ ის დაყვება სულ. ზოგჯერ ჩვენი ცოდვების გამო რაღაცა მეტაფიზიკურად დისტანცირდება. მაგრამ დაცვას მაინც არ გაგებს. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ მოკავშირეა ზეციური იერარქიასთან ის პირდაპირ დავალება ისაგან რომ დაგიფაროს და ჩვენი ცხოვრების ასეთ საქმეში გადაგხაროს, მოგიწოდოს, სტიმული მოგცეს და გიბიძგოს და არა ძალადობა არავის შეუძლია, არ გაძალებს არაფერს. არავინ არავის არაფერს არ აძალებს, თავის პალდება გახშენ და იმითი უნდა დაეთანხმო და მიყვება. ხელში არავინ არ ხვდება, რომ გინდა თუ არა ეს გააკეთე, გინდა თუ არა ის გააკეთე. მოგიწოდებს, გადახრის შეთავაზებას გააკეთებს, ალტერნატივები ბევრია. შენ თუ თავის პალდება წაღმა გამოიყენებ, უყუმა არა, წაღმა. როგორ წაღმა რომ გამოიყენებ, მაშინ წავა ეს ყველაფერი კარგად და უკუღმა რომ გამოიყენებ, ვისი ბრალია. ბოროტება სხვა არაფერი არის, თუ არა და ამ დროს კეთილი ფუნქციის ანომალია. ამ დროს ის ფუნქცია კარგ ფორმაში იყო, კარგ რაღაცას ასრულებდა, სწორად ქმედებდა და ფუნქციონირებდა და გამროდების შედეგად მივიღეთ აი ესეთი დაღი რაღაც, რომელსაც დაერქვა ბოროტება. ფარდობითი არსებობა. მისი როცა მას ჩადიან არის. მოქმედებს, მაშინ როცა ჩადიან, მცირე ინტერვალზე. ბოროტება მუშაობს მცირე ინტერვალზე. აქ გულისხმება, ასე ვთქვათ, ბევრი რამე. ანუ ეკძალენით, ნუ შეურაცხყოფთ, ნურცერთ სამცირეთაგანს, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. შეურაცხყოფა კი არ უნდა მივაკენოთ, ეხლა ეს დიდი თემაა და დღესაც აქტუალურია. არ შეიძლება შეურაცხყოფა, არ შეიძლება გინება, ლანძღვა, პირდაპირ პორტალს ხსნი დემონური ძალების შემოსასვლელად. ეს არ შეიძლება. ბილსიტყვაობა, მით უმეტეს ფიზიკურ სოციალურ სივრცეში. ფიზიკური პირისთვისაც არ შეიძლება, ოფიციალური პირისთვის მით უმეტეს, ხო? დამაკნინებელია საზოგადოებრივი მენტალის, საზოგადოებრივი სოციალური ქსოვილის დამავადებელია და დამაკნინებელია და გამხსნელია და საშინლად მოქმედებს თვითონ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვინც ამას ჩადის და მერე რა თქმა უნდა გარემოზე ასაკობრივი ცენზებზე ხომ დავაკვირდით ბავშვებზე, დიდებზე და ასე ყველაზე ვიზიტი ნორმალურ ადამიანზე ნევროზს უჩებს, ფსიქოზს უჩებს. რა არის ნევროზი, ფსიქოზი? ნორმალური ქცევა არანორმალურ სოციუმში, არანორმალურ გარემოში. ნორმალურად მოიქცევი არანორმალურ გარემოში და დაგმართებენ ნევროზს. სულ თუ ბრმებში ხარ, შენც ბრმა უნდა გახდე მაშინ, იმიტომ რომ თვალეთ ახილული ყოფნა ბრმებში ანომალიაა და გამოდის რომ შენ არანორმალური ხარ მათთვის. თუ კი შენ ხედავ. რატო ხედავ? რატო ხარ შენ ანომალიური? რატო ხედავ? შენ უნდა დაბრმავდე მაშინ. თუ ყველა კოჭლია, შენ უნდა დაკოჭდე. მე შეურაცხყოფას არ ვაკეთებ ფიზიკურ სიბრმავეს და ფიზიკურ ინვალიდობას. მე ვიძახი სულიერ სიკოჭლეს, სულიერ სიბეცეს და სულიერ სიბრმავეს, რომელიც ვარესია ბევრად. ინვალიდად ადამიანს თავის გაჭირება და თავის კურნალობა და თანაგანცდა უნდა, მაგრამ სულიერად რო ადამიანი იცის სიკეთეა და მაინც ბოროტებას უძახის, ისაა სულიწმიდის გმობა. ამიტომ თუ კი ყველა ბრმა თვალებს, ამიტომ ეს არნიშნავს რომ შენ უნდა აიხვიო თვალებზე. დახუჭო თვალები და აიხვიო თვალებზე შავი რაღაცა ლენტა თუ მიყავდეთ თუ რაღაცა რომ შენს ჩახვიდე სადღაც მელს არ გაჩვი, თუმცა შენც ბრმა ხარ. ეს არანაირი სათნოება არ იქნება და არანაირი დათური სამსახური იქნება იმ გარემოსთვის, მეტი არაფერი. ამიტომ ხილათ უნდა იყოს. ნუ შეურაცხყოფ, ნურავის, ნურცერთმანეთს, ხა იცით ახლა არაფერს არ ვიცით, ჩემს ზოგადად მაგრამ მაინც გამეორება სოფლის დედაა, თქვამია, ხო? ამიტომ სულ რო გავიმეორებ, კარგი იქნება. ამიტომ ნუ შეურაცხყოფთ. რადგანაც პირდაპირ ისე გაიხსნა ეს სიტყვა ზალავს და ისე ხსნის, პირდაპირ სპირიტიზმია. პირდაპირ დაბიოსპირიტიზმია ბილსიტყვაობა, დაბიოსპირიტიზმი. უდაბლეს შრეების დემონების შემოყავს, უდაბლესი შრეების. ხა ეს დიდი თემაა კიდევ. ლიტერატურაც არსებობს ამ თემაზე და ვინმე მართლაც ხარ ესე თქვაო, რაღაცა დაუსაბუთებელია. არა. იმისი არ იყოს ადრე კიდე რაღაც ცილი რომ დამწავდეს, მაგრამ რადგან
გეუბნებით თქვენ რომ ანგელოზებით საში თვალს არ აშორებენ. ხელის გულივით ჩანს ადამიანის ზევიდან. ზეცის მამის ნებას და ზევითაც ჩანს და ქვევითაც ყველაფერი ჩანს. ჩვენ ვართ აქ ჩვენ გონია რომ ჩვენი სულიერი შეგრძნებები არის რაღაცა ფილტრები აქვს დადებული და ზღუდები ჩვენი განუვითარებლობის გამო თორე განაუფალმა კი არ დაგვიმალა რამე ჩვენ ვართ თვითონ არასრულყოფილი თუ განვითარდები შეხედეთ წმინდანების ცხოვრებას და შემდეგ შეხედეთ და ნახავ რამდენი რამ შეუძლია ადამიანს რა ჩადებული ადამიანში აბა გავიხედოთ ნახოთ შიომგმელი გაიხსენეთ აბრიელფერი გაიხსენეთ ზარაფსაროველი გავიხსენეთ და რომელი ერთი კი გავიცი ამდენი ჩამოთვალეთ ნახეთ თუ გადავშედოთ პატერიკები ნახეთ როგორ ჭრეტა როგორი სულიერი ესე ვთქვათ თისმეტყველური მართლმადიდებლური ნათელხილვა ასე ვთქვათ კარგი გაგებით ნათელხილვა სახელია ნათელხილვა თანაბრევი ნათელხილვა ეს არ არის რაღაცა კითხაობის დონის ნათელხილვა ტაროს გაშლის დონეზე ნათელხილვას რო უძახიან ჭალებს უმდაბლესი სპირიტიზმია ეს დიდი თემაა უმდაბლეს კლიშეებთან უმდაბლეს ასე ვთქვათ კლიშეებთან, უმდაბლეს არქეტიპთან, ქვეცნობიერთან ურთიერთობა, რასაც შემოყავს პირდაპირ უბნელესი ძალები ადამიანის სულში ჯერ და მის გარემოში და ასე შემდეგ. ამიტომ სხვა თემებზე გადავიდეთ და ფრთხილად ვიყავ თუ ამას გეუბნები, ფრთხილად ვიყავით. ხოლო თუ შენი ძმა შესწოდავს შენს მიმართ, მიდი და აფხილე, როცა მარტო იქნებით ორივე. თუ შეისმინა შენი, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვან ერთი ორი კაცი, რათა 2 თუ 3 მოწმით სპირი დადასტურდეს ყოველი სიტყვა და თუ არც მათაც შეისმენს, უთხარი ეკლესიას. ხოლო თუ არც ეკლესიას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟიან წარმართი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. რასაც შეკრავთ, ან ვისაც შეკრავთ, მიწაზე შეკრული იქნება ცაშიც და ვისაც ანუ რასაც გახსნით თავისუფალი თარგმანი იყო რა აზრი გუგეს გახსნით მიწაზე გახსნილი იქნება ცაშიც ასე რომ ახსარებაც ამაზე არის და სინამდვილე ხო დამყარებული შეფასა და გახსნის ხელმწიფება მისცა მოციქულებიდან სასულიერო პირებს ხო ახსარებისა და გახსნის შემდობის ლოცვას ჩვენ წავიკითხეთ ახლა გახსნის ლოცვები ასე შემდეგ ხო მაგრამ ეს რადგანაც ჩვენ ვახსენეთ შეფრა და გახსნა ყველა ადამიანს თავისებურად ამის ხელმწიფება განსაკუთრებით რაღაცა ფორმით აქვს. იმიტომ რომ უფლის შეკრულ ჯერ ვერავინ ვერ გახსნის, უფლის გახსნას ვერავინ ვერ შეკრავს. და ზოგჯერ ბალახით შეკრული და ყვავილებით შეკრული პროთული გასახსნელია, ვიდრე რკინითა და ფოლადით გადაგაფსკული. იმას უფრო ადრე ადვილად გახსნის, ვიდრე ზოგჯერ ბალახით და სცენარეებით შეკრულს, გააჩნია სიმბოლურად ვიძახი რას. ამიტომ ჩვენში უნდა გავხსნათ ის კვანძები, რაც გვიშლის ხელს იმაში, რომ წინ წავიდეთ. შეიძლება ადამიანის ხელფექსი ბორკილები დაადოდოთ ხარ მიდი გაისეირნე აგერ უსწავლოზე გაისეირნე ან აგერ გაისეირნე ბახში სადმე გაიარე გამოიარე ნაკინი შეჭამე ან რაღაცა ხო ხომ არ ხარ ნაკინია შეიძლება სამართლა ნაკინი ხო ხო მაგრამ სადი გაიარე გაისეირნე გაიღიმე რაც იფორთხოს ახლა საცურაო მას იქნება დაცინო ადამიანის ხო მას ხა დაგდება ამიტომ საჭიროა ის რომ ჯერ გაუხსენი ხელფეხი განხსენი გასაღები მიეცი რომ არც შენ ხიხსნი და არც სხვას აძლევ გასაღებს ეს ახლა რა არის და თან დაცინი ხო მიეცი გასაღები რომ გახსნას გაიხსნას და როცა თვითონ გაიხსნება და განთავისუფლდება სული მოითქვას და მერე მიეცი საშუალება რომ გაისეირნოს კი ბატონო მაგრამ თუ სურვილი აქვს ის ხო თუ არ ძალიან თვალ გაასეირნო ამიტომ შეკრა და გახსნა ყველა შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ისეთი აზრით სიტყვით ისეთი შევკრათ ადამიანი ისეთი ცუდი რაღაცა გაუკეთოთ აზრით შეიძლება ისეთი კვანძი გაყვანძო ადამიანი ისეთი ცუდი რაღაც გაუკეთოთ რომ თუ ის მორწმუნეა და არაირეკლა ეს შენი ისა ძალიან ცუდი რაღაც შეიძლება იმოქმედოს სულად და თუ აირეკლა მერე შერაგეშელება ამიტომაც წყელვა მაცხელი ხელ სხვათება წყელვა მაცხელი ეს გიბრუნდება ათმა სიტყვაც რა კარგია ვიღაცა შეაქებისა აი ესე თუ გულში შური აქვს ამ ბოღმა აქვს ის სიტყვა უბრუნდება ცუდად იმასთან ცუდად მე ეს სიტყვას თავისი ენერგია ეს სიტყვა ბრუნდება სხვა ასე ვთქვათ გაგებით და შენ გვნებს თუ გეცუდითა თუ კეთილად არის გაშვებული
მაშინ მშვიდობა გაუშვი ხო ნათქვამია თუ მივა თუ არა გაათმაგებული დაგიბრუნდება შენ არ დაიკარგება საქმეთ ხა საქმით რა თქმა უნდა ასე რომ რასაც შეკრავთ აქ შეკრული იქნება ზეცაშიც რაც ბოღმა იქნება აქ რაც უპატიებლობა იქნება აქ რაც ერთმანეთის ლანძღვა გაუცნობიერებლობა ბნელეთი ბედსობა სულიერი სიბრმავე სულიერი და სულიერი სტაგნაცია იქნება აქ იგივე დახდება იქ მერე და უფრო უარესი ფორმით იქ მერე ვეღარ გამოასწორებს ვერ გამოასწორებს არის უამრავი პატერიკები ამას უამრავი რომ ხაღავ ლაპარაკობ ლიტერატურულ ხო ვიზიონერებზე და ამ შემდეგ და ისიც არის ირიბი გამოცდილება იქაც არის აღარ ჩამოვიდი ავტორებს თორე საეკლესიო ავტორიტეტები არ არის მაგრამ უამრავია ამის გამოცდილება უარესი ფორმით ჩვენ წარმოუდგენელი ფორმით ხდება იქ ეს რასაც გახსნი მიუტევებს შეუდებს სულ გრძელი იქნება მიუტე აი ეს გზის გახსნა რა არის გაუხსენი გაუშვი გაანთავისუფლე გადასახე ჯვარი გააცნობიერე სახელი დაარქვი ხო ერთ-ერთ ძენს ეუნებოდნენ ხო რომ რითი დავიწყოთ ჩვენ ცხოვრების გამოსწორება ყველაფერს ძენის საკუთარი სახელი დაარქვი ჯერ საკუთარი სახელი უწოდო ყველაფერს არ შეიძლება ტელეფონს უწოდო ყოვზი ყოვს უწოდო ფანქარი და ასე ყველაფერს თავის სახელი შეიცავს უდიდეს შინაგან საკრალურ არსს ადამი ჯერ სახელებს ათმობდა გახსოვთ სამოთხეში ყველაფერს მე აი დაიკარგა პირველი მონოთეიზმი იყო მონოთეიზმი უყურებდა ადამი უფალს მერე გაიბნა ეს ცოდნა დაიმსხვრა როგორც აიმე ჭურჭელი და დაიფშნა ეს ყველაფერი ადამიანური ცნობილება დემონური გავლენები როგორც კლიმენტი ალექსანდრელი ამბობს სტრომატებში და შემდეგ დაიფშნა დაიბნა ეს ცოდნა და ეხა ქრისტემ მერე ისევ ახალი ჭურჭელი მოგწა სრული გამყლიანებული განკურნებული ახალი გარემონტებული ძველი კი არა ახალმა ადამიანმა ახალი ადამიანი შექმნა ჩათვალეთ მეორე შესაქმი ჩაატარა ქრისტემ და ამიტომ მოგვეცა ეს ყველაფერი რომ ჩვენ გავამთლიანდეთ სულიერად და ყველაფერი შევუნდოთ გადავსახოთ ჯვარი მივცეთ საშუალება ჩვენ თავს პირველ რიგში რომ ეს რაც ყვანძებია რაც გვიშლის ხელს სულიერ უძლურებას იწევს ემოციონალურ უძლურებას ფიზიკურ უძლურებას ამას საშუალება მივცეთ რომ გავიდეს ჩვენ გაიხსნას მადლმა თავისუფლად იდინოს ჩვენ სულში სამშვენისმის სხეულში მთლიანად ჩვენ თელ ორგანიზმში თელ ადამიანურ შემადგენლობაში თავისუფლად იცირკულიროს ამ მადლმა ღვთის მადლმა და მოვისვენოთ და მერე უკვე ჩვენს გზა გაგვეცდება უფალი სადაც პირდება იმას რომ ვიცნობდით თუ ივლით ის მაცხოვნებელი გზა ხსნილია და მოცემულია ეს ყველაფერი არავის არაფერი არ ჩაუკეტილი პირიქით ჩაკეტილი გახსნა უფალმა ჩვენ თანა გახსნის პროცესში ყოფებმა უფალთან ერთად გზახსნილი ვიაროთ და გქონდეს რასაც ყველას გისურვებთ მადლი უფლის ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ